შეცვლილი მიდგომა შემოსავლების სამსახურის მხრიდან აუდიტორული კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ ბიზნესის სესხის კაპიტალის შენატანად გადაკვალიფიცირების პროცესში გარკვეულ გამოწვევებს აწყდება, კერძოდ საუბარია შემთხვევებზე, როდესაც დამფუძნებელს კომპანიაში თანხაში აქვს, როგორც ირკვევა, რიგ შემთხვევაში შემოსავლების სამსახური კომპანიას უთითებს, რომ მსგავსი ოპერაცია სესხის ნაცვლად დივიდენდად უნდა დაკვალიფიცირდეს, რადგან საგადასახადო განაკვეთი 5%-ის ნაცვლად 15%-ია. რა გამოწვევებს აწყდება ბიზნესის შემოსავლების სამსახურთან ურთიერთობისას, თემაზე საუბარს სტუმართან კრესტონ ჯორჯიას მართულ პარტნიორთან დავით პაპიაშვილთან ერთად ვაგრძელებთ. მოგესალმებით ბატონ დავით, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და სტუმრობისთვის. როგორც თქვენგანაც გვაქვს ინფორმაცია, გარკვეული გამოწვევები არის, სწორედ როდესაც დამფუძნებელს შეაქვს, თქვათ, თანხა კომპანიაში, ამ დროს როგორც მივხვდით, რაც შემოსავლების სამსახურმა შეცვალა გარკვეულწილად მიდგომა და კანონის ინტერპრეტირების საკითხთან გვაქვს საქმე, როგორც გასულ პერიოდში. გოგობრალოდ, რაში მდგომარეობს პრობლემა, რომ გითხრათ? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. იცით, უნდა ითქვას, რომ ნამდვილად ძალიან მწვავედ დგას ეს პრობლემა, თუმცა ახალი ამ პრობლემაში არაფერი არ გახლავთ, ვინაიდან ამ პრობლემაზე ჩვენ დაახლოებით 10 წლის წინათ ვსაუბრობდით, როცა როგორც კი ამოქმედდა მოგების გადასახადის ესტონური მოდელი. რაზე არის საუბარი? საუბარი არის იმაზე, რომ როდესაც შეპესე მის დამფუძნებელ ფიზიკურ პირს უხდის თანხას პროცენტის სახით და თქვენ იცით, რომ ხშირად შეპესეს დაფუძნების მომენტში შეიძლება დამფუძნებელმა ფიზიკურმა პირმა თანხა არა კაპიტალში შენატანის სახით შეიტანოს, არამედ მისცეს სესხად უბრალოდ და რაღაც პერიოდის შემდეგ ხდება ამ სესხის პროცენტის გადახდა. როდესაც შეპესე უხდის დამფუძნებელ სესხის პროცენტს, ვისაუბროთ ადგილობრივ დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე, ზოგადად ეს კანონმდებლობით იბეგრება მხოლოდ და მხოლოდ 5%, თუმცა შემოსავლების სამსახური განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურდა და შინაარსობრივად ეგრეთ წოდებული შინაარსის ფორმაზე აღმატებულობის პრინციპის საფუძველზე შემოსავლების სამსახური გადახდილ პროცენტებს უთვლის როგორც დივიდენდის თანხებს, რაც 5%-ის მაგივრად იბეგრება დამატებით 15%-ით. რაში არის პრობლემა? და კიდევ ერთხელ ვამბობ, ახალი აქ არაფერი არ არის, ამ პრობლემაზე ჩვენ ვსაუბრობდით ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. პრობლემა იმაში არის, რომ მართლაც კანონმდებლობაში შეპესეს დამფუძნებლის მხრიდან თანხის შეტანა არსებული კანონმდებლობით შეიძლება მართლაც ორი ფორმით განხორციელდეს. ერთი, აი დავუშვათ $1,000,000 ლარზე რო ვისაუბროთ, $1,000,000 ლარი შევიდეს კაპიტალში შენატანის სახით და ამ შემთხვევაში დამფუძნებელს შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ $1,000,000 ლარის გატანა. მეორე ვარიანტში შეიძლება დამფუძნებელმა აირჩიოს სხვა გზა და $1,000,000 ლარი შეპესეს მისცეს სესხის სახით, დავუშვათ 10%-იანი სესხი რომ განვიხილოთ. აი ამ შემთხვევაში ეს დამატებითი 10%-ის თანხა 100,000-ი, როდესაც გადის, კანონმდებლობით ეს იბეგრება 5%-ით, თუმცა თუ დივიდენდად მიცემს 100,000 ლარს შეპესე თავის მოწილეს, ეს იბეგრება 5 და 15%-ით. პრობლემა იმაშია, რომ კანონმდებლობა ორივე ესე რომ ვთქვათ, გადაწყვეტილებას უშვებს. შეიძლება არ არის აკრძალული კანონმდებლობით, რომ მაინც და მაინც კაპიტალში უნდა შევიდეს თანხა და სხვა მიდგომა ქონდა შემოსავლების, რას შეიძლება უკავშირდებოდეს მიდგომის შეცვლა და რამდენად მასშტაბური არის, ანუ რამდენი კომპანია დადგა ამ გამოწვევის წინაშე, რომ თხოვენ დამატებით 15%-ის გადახდას. კი ბატონო, ანუ ეს პრობლემა, კიდევ ერთხელ ვამბობ, არსებობს მრავალი წლების განმავლობაში და ამაზე თქვენს ეთერშიც გვისაუბრია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ არ არსებობს საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც გაარჩევდა დაუშვათ შენატანს ეს სესხია თუ კაპიტალია. ანუ თუ გავაკეთებთ კრების სოქმით შენატანს, ეს იქნება კაპიტალი. თუ ავირჩევთ სესხის ხელშეკრულების გაფორმების გზას, ეს იქნება სესხი. ანუ შემოსავლების სამსახური ამას თითქოს დააფასებს შინაარსობრივად, მაგრამ ამის შინაარსის ფორმაზე აღმატებულობის პრინციპით შეფასება არის დაუშვებელი, ვინაიდან ფაქტურად ეს არის კანონის ხარვეზი. შემოსავლების სამსახური პერიოდულად უბრუნდება ხოლმე ამ საკითხს, აი 3 წლის წინაც დაუშვათ იყო ესეთი ზარები შემოსავლების სამსახურის მხრიდან და იგივე ჩვენს ჩავერთეთ რამოდენიმე შემოწმებაში და ამ პერიოდშიც მოხდა, ესე რომ ვთქვათ, თუ დასაბუთება მოხდა უკან დახევა, თუმცა ეს თემები ისევ გააქტიურდა
ჩვენ წელსაც გარკვეული ესეთი ზარები, ესე რომ ვთქვათ, ამას უპასუხეთ და ჩვენ კომპანიებს რა თქმა უნდა არ შექმნიათ პრობლემები, მაგრამ ეს ძალიან ბევრ კომპანიას აწევს ძიმეთვირთად, იმიტომ რომ ზოგი ვერ ასაბუთებს და არიან კომპანიები ამ თემაზე, რომლებიც დააჯარიმეს. ამიტომ ეს არ ვიცი ხა რას უკავშირდება, შეიძლება ეს მათ შორის უკავშირდებოდეს იმ თემას, რაზეც ჩვენ ვისაუბრია თქვენს ეთერში, რომ ბიუჯეტის შევსების მხრივ იყო პრობლემები და ზოგადად შემოსავლების სამსახურს ახასიათებს, რომ ესეთ დროს რაღაც საკითხებზე ურეკავენ გადამხდელებს, თუმცა ჩემი აზრით, ანუ ეს არის სუფთა წმინდა წყლის, ანუ კანონმდებლობის ხარვეზი. არ არის აკრძალული სასესხო ურთიერთობა შეპესეს მოწილეს და დაუშვათ შეპესეს შორის და არც კაპიტალში შეტანა-გატანა არის აკრძალული. ანუ წარმოიდგინეთ, ანუ ბიზნესში რო იწყება, ერთ-ერთი პირველი საკითხი რაც არის, რომ თანხის მოხვედრა მოწილიდან კომპანიაში, ანუ ეს საკითხი არის გაურკვეველი ამდენი წლების განმავლობაში და ამან შეიძლება წარმოშვას არასწორი შეფასებები, აი პრობლემა რა შეიცით, რომ არათუ ბიზნეს არ აქვს ამის უნარი, რომ ეს შეაფასოს, დაუშვათ ეს კაპიტალია თუ სესხია. შემოსავლების სამსახურსაც არ შესწევს ამის უნარი, რომ რაიმე ან მეთოდური მითითება ქონდეთ, ან კანონი ქონდეთ, ან ასე შემდეგ, ხო და ეს წარმოშობს სრულიად, ესე რომ ვთქვათ, სუბიექტურ მიდგომებს და ძალიან ბევრი კომპანია ამაზე შეიძლება დაჯარიმდეს და არ შეიძლება რომ ესეთ მნიშვნელოვან საკითხზე იყოს გაურკვევლობა. და ჩემი აზრით ეს საკითხი რაც შეიძლება მალე უნდა გაირკვეს და თუ რაიმე შეცვლა უნდა დაუშვათ იგივე შემოსავლების სამსახურს და ფინანსთა სამინისტროს, ანუ უნდა შევიდეს კანონში ცვლილება, რაღაცნაირად უნდა დარეგულირდეს ეს და მხოლოდ ამის შემდგომ უნდა მოხდეს კომპანიებზე მიდავება. ერთს გეტყვით ასევე რომ არარეზიდენტი დამფუძნებელი ან ოფშორისგან აღებული სესხების შემთხვევაში კანონმა დაარეგულირა ეს საკითხი ცოტა ხნის წინ, რომ ეს სესხი რა დროს იქნება და რა დროს იქნება კაპიტალში შენატანი. ანუ ფაქტობრივად პრეცედენტი უკვე არსებობს, კანონი რა დროს ზღუდავს თანხების სესხად მოზიდვას დამფუძნებლისგან. ეს არის უცხოეთი ოფშორისგან აღებული სესხები და არარეზიდენტი ურთიერთდამოკიდებული პირებისგან აღებული სესხები. ადგილობრივ სესხებზე არანაირი შეზღუდვა არ არის და აქედან გამომდინარე იმ ცვლილების კანონის ანალოგიის გავრცელება არის დაუშვებელი. და ეს ძალიან დიდ პრობლემებს უქმნის ბიზნესს და ეს საკითხი რაც შეიძლება მალე უნდა მოგვარდეს, რომ რაღაცა ბიუჯეტის შევსების პრობლემა იქნება თუ რაღაცა სუბიექტური მიდგომები იქნება, ამან არ გამოიწვიოს კომპანიების არასწორი დაჯარიმება და ძალიან ბევრი დავა არ წარმოშვას, იმიტომ რომ ამას შეიძლება იმხელა დარიცხვების ტალღა მოყვეს, რომ ძალიან ბევრი კომპანია დაჯარიმდეს და ეს იყოს არასწორი და დაუსაბუთებელი. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. დავით პაპიაშვილი, კრესტონ ჯორჯიას მართული პარტნიორი იყო ჩვენი სტუმარი და როგორც მოვისმინეთ, საუბრობდით საგადასახადო საკითხებზე, რომელიც ბოლო პერიოდში ბიზნესსა და შემოსავლების სამსახურს შორის გარკვეულ გამოწვევებს უკავშირდება.